მოგესალმები, როგორია განწყობას თავად ხედავთ, ეს არის მართლა საუკეთესო განწყობა, სულ რაღაც 3 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და მე მინდა ვთქვა, მართლა აქ არიან ადამიანები მოსული, რომელთაც მხოლოდ ერთადერთი გუნდისთვის გამოუცხადეს ნდობა. ესენი არიან პატრიოტ ალიანსი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აქ მაჟორიტარები არიან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ვერც მოატყუებენ და არც მოატყუებენ თავის ხალხს და ამ ადამიანებს მართლა ტკივათ, როგორც ტკივა პატრიოტ ალიანსს, ასე ტკივა თითოეულ ადამიანს. მე მინდა უთხრა ზუგდიდელებს, რომ ეს ადამიანები თვითონ მოდიან ხელისუფლებაში, ჩვენ კი არ მოვდივართ, პატრიოტები კი არ მოდიან, თვითონ მოდიან, თითოეული მოქალაქე მოდის და აქ ახალგაზრდობა, აქ მილიონობით წერილს ვიღებთ, თუ რა მდგომარეობაში არიან დღემდე. ამ ადამიანებს ერთადერთი უნდა და ჭირდებათ მართალი ხელისუფლება, ადამიანები, რომლებიც არ მოატყუებენ და მე მინდა ვთქვა, როგორც პატრიოტ ალიანსის ერთ-ერთი წევრი, როგორც წანისის მაჟორიტარი ვამბობ, რომ მე ზუსტად ვიცი, ის რაც წანიში როგორც უნდა მომცემდა. ყველგან და ერთადერთი პარტია და ხალხი, რომელსაც ნდობას უცხადებენ, პატრიოტები არიან. ჩვენ ვარ და პასუხისმგებლობას ვიღებთ. თითოეული ზუგდიდელი, მეგრელი, სამეგრელოდან ჩამოსული, ნებისმიერ აქ მცხოვრები დღეს ამათ უცხადებს ნდობას. ეს სამ რიცხვში დამტკიცდება, დარწმუნდება და შევინარჩუნებთ ამას. სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ვიბრძოლებთ ამ ადამიანებისთვის და უსამართლობას სამართლიანი ხალხი მოუღებს ბოლოს და ეს ხალხი თავად მოვა ხელისუფლებაში. მინდა უთხრა ყველას, დღეს ზუგდიდიდან ყველა თბილისს, ყველა ქუთაისს, ყველა სამტრედიას, ყველა ბათუმას, ყველას მინდა უთხრა, რომ მიდით არჩევნებზე და ბოლომდე იყავით ისეთები ერთგულები, რომლებიც ეხლა დღეს აქ ხართ და იქ იყავით აჭარაში და ვიცი რომ თბილისში და ყველგან იქნებით. მე მინდა უთხრა წანისის ამომრჩევას, რომ ზუსტად ვიცი, თქვენი ბოლომდე მიიყვანეთ, თქვენი გადაწყვეტილება ბოლომდე და მოდით ხელისუფლებაში, მოიყვანეთ ადამიანები თქვენთან ერთად და თქვენ იქნებით, როგორც აქ ზუგდიდელებმა იციან და დღეს დარწმუნდნენ, რომ ესენი მოდიან ხელისუფლებაში და არა ადამიანები. მერაბ, დიდი მადლობა ზუგდიდელების მიღებით, რამდენად კმაყოფილები ხარ? ძალიან დიდი კმაყოფილებას ვერ დამალავ, მილიონი წერილი მომდის, ახალგაზრდობაა გამოსული. მშობლები, შვილებთან ერთად არიან გამოსულები. ეს ადამიანები ითხოვენ ერთადერთ, ელოდებიან, 25 წელია მოტყუებულები არიან. იმიტომ რომ არ მოსულ ადამიანი, მათ ტკივილები რომ მათნაირად რომ ტკიოდეს. ტკივა ამ ადამიანებს, თითოეულ მაჟორიტარს ტკივა, ყველა პატრიოტს ტკივა და ამათ შეუძლიათ, შეგვიძლია ეს პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ რომ თქვენი ბიუჯეტით, თქვენი ნამუშევარით, თქვენი დოვლათის შექმნილით ეს დოვლათი მიიყვანეთ ბოლომდე და ქვეყანას ასე გამოვადგებით. ნდობა, რომელსაც ჩვენ გვიცხადებთ, ბოლომდე მივიყვანთ, ბოლომდე შევასრულებთ და არ მოგატყუებთ, ვერ მოგატყუებთ, გამორიცხული ეს ხალხი მოატყუო. არ შეგვიძლია. წანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჩიხაშვილი გვერდებოდა, აი შემოგვიერთდა ჩვენი მეგობარი, ჩემი მეგობარი პირადად ბატონი